11 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ლოტარიამ მომენტალურ ლოტარია ნახევარ ლიმონში. მაქსიმალური თანხა 9 მილიონი ლარი, ანუ 9 ლიმონი გაათამაშა. გამარჯვებული 75 წლის ქალბატონი დოდო დეღელაძეა, რომელიც მისივე თქმით აღნიშნული თანხით უკვე გადაწყვეტილი აქვს და აგარაკის შეძენას გეგმავს. გამარჯვებულს პრიზის საზეიმო ვითარებაში გადაეცა, რომელსაც ცნობილი იუთუბერები ჰანგრიმენებიც ესწრებოდნენ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომენტალური ლოტარია 9 ლიმონის საპრიზო ფონდიდან, რომელიც შეადგენს 13 მილიონ 800.000 ლარს, დარჩენილია 2.5 მილიონ ლარიანი მოგება, 2 მილიონ 900 ლარი და ლარიანი მოგება 600.000 ლარიანი. და კიდევ ბევრი სხვადასხვა რაოდენობის პრიზებია, ამას ჩავშლით კიდევ დეტალურად. მოკლედ, მანამდე მინდა ახლა ვნახოთ სიუჟეტი 9 ლიმონის გამარჯვებულზე და დეტალებზე და ჩაშლილ პრიზებზე, მათ შორის 100.000 ლარიანზე, სულ რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად. 11 თებერვალი თბილისში მცხოვრები დოდო დეღელაძისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და იღბლიანი დღე აღმოჩნდა, რადგან სახლში მიმავალმა გულგრილად ვერ ჩაუარა მარჯანიშვილის მეტროსადგურში არსებულ საქართველოს ლოტარიის კომპანიის ჯიხურს და შეიძინა მომენტალური გათამაშების ბილეთი 9 ლიმონი. გადაფხიკა და ლოტარიის ბილეთებში არსებული მაქსიმალური თანხა 9 მილიონი ლარი მოიგო. ქალბატონი დოდო თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. მოგებული თანხით ოჯახი აგარაკის შეძენას აპირებს. ქალბატონი დოდოს თქმით, ეს ამბავი მისთვის და მისი ოჯახისთვის დაუჯერებელი იყო და ჯერ კიდევ ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვიყიდე ლოტარია 9 ლიმონი, გადავხიკე და მოვიგე 500.000. ამ თანხით ვაპირებ ვიყიდო აგარაკი. დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლოტარიას, დიდი მადლობა ყველას, ჩემსავით ბედნიერები გამყოფოთ და მოგაგებინოთ ბევრი ესეთი თანხა. მომენტალურ ლოტარია 9 ლიმონში მოგებული 9 მილიონი ლარი გამარჯვებულ საზეიმო ვითარებაში გადაეცა და სპეციალურად ამ ამბის მისალოცად ლოტარიის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მას ესტუმრნენ ცნობილი იუთუბერები ნიკა ვასაძე და გუგა ჭყონია, რომელთაც ფართო საზოგადოება ჰანგრიმენის სახელით იცნობს. ქალბატონო დოდო, უკვე მოვედით ლოტოს ოფიციალურ სტუდიაში, სადაც ძალიან ცოტა ხანში გადმოგეცემათ თქვენი კუთვნილი 9 მილიონი ლარი და ჩვენს რა თქმა უნდა ყველგან სადაც სიხარული ტრიალებს ჩვენს მოგვეცა დღეს ამ თქვენი ბედნიერებით ჩვენი გახარების საშუალება და ვიხარებ რომ ამ მაგარ საქმეში ვართ მონაწილე. მომენტალურ ლოტარია 9 ლიმონის საპრიზო ფონდიდან, რომელიც შეადგენს 13 მილიონ 800.000 ლარს, დარჩენილია 2.500.000 ლარიანი მოგება, 600.000 ლარიანი და კიდევ ბევრი სხვადასხვა რაოდენობის ფულადი პრიზი. ბილეთის ღირებულებაა 7 ლარი, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში, საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანიის ჯიხურებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანია სწორედ ის კომპანიაა, რომელიც სიხარულს უზიარებს ადამიანებს. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს 75 წლის ქალბატონი დოდო დეღელაძის სიხარულის გასაზიარებლად. მან გადასაფხეკ 9 ლიმონში 500.000 ლარი მოიგო. ყველას გისურვებთ მოგებას. თქვენ კი გახსოვდეთ, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოტარიის მოთამაშეები ავტომატურად ხდებიან ქველმოქმედების მონაწილეები, რადგან ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სოციალურ პროექტებს ხმარდება. ამიტომ, როგორც კომპანიის წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, სხვათა შორის ამ მიზეზითაც უნდა ითამაშონ ლოტარია, მოიგონ, გამდიდრდნენ და აკეთონ სიკეთე. სულ კარგ ამბებში დაგეხარჯოთ, ქალბატონ დოდო. ეს მოგებული თანხა, როგორც გავიგე, აგარაკია. ბრწყინვალე თანხა მიიღეთ და წარმატებებს გისურვებთ ოჯახობით. საუბარს 9 ლიმონის სხვა მსურველებისთვის მეტი ინფორმაციის გასაზიარებლად, დარჩენილი თანხების გადასანაწილებლად, რომელიც ასევე თავმოყრილი არის მომენტალურ ლოტარია 9 ლიმონის ფარგლებში. სტუდიაში ვაგზავნებთ ნინო პოტრჟევსკაიასთან, ვინც არ იცით და იმედია ესეთები უმცირესობაში ხართ, ნინო საქართველოს ეროვნული ლოტარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის.
მაგარი ამბავია, ხო? ძალიან მაგარი ამბავია და რაც მთავარია ჩვენ გვიხარია ძალიან, იმიტომ რომ ადამიანებს ვაბედნიერებ და ვართ ის კომპანია, რომელსაც ადამიანებთან მიაქვს სიხარული, მოგების, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის და რომლის მაგალითიც დღეს ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი დოდოს სახით. ნინო, ბუდ ცოტა პრეისტორია მოვყვეთ. პრეისტორიის კითხვა მდგომარეობს, როდის გამოვიდა ბაზარზე მომენტალური ლატარია, ნახევარი ლიმონი რა უძღოდა წინ და როგორ ჩამოყალიბდით კომპანიაში ამ მიმართულებაზე? როგორც ბაზრის კვლევამ გვაჩვენა ლატარიის მოთამაშეების ესე თქვათ რისერჩმა, დღის წესრიგში დგება და ყოველთვის იდგა ახალი და სიახლეების დანერგვა, ახალი თამაშების ბაზარზე გამოყვანა და სეგმენტის ასე თქვათ გაახალგაზრდავება, ჩვენი მოთამაშეების საშემოსავლო ასე თქვათ მოთამაშეების დონის გაზრდა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ბაზარში შემოგვეყვანა ახალი მომენტალური ლოტარია, რომელსაც ექნებოდა უფრო დიდი საპრიზო ფონდი, ეღირებოდა შედარებით ცოტა ძვირი სხვა ლოტარიებთან შედარებით და რითაც დაინტერესდებოდნენ უკვე სხვა შემოსავლის მქონე სეგმენტი და ასევე ახალგაზრდა თაობაც და სწორედ ამიტომ აქედან გამომდინარე მოდის სახელწოდებაც ამ ლოტარიის ნახევარი ლიმონი საპრიზო ფონდის გახლავთ 13.800.000 უმაღლესი მოგება არის 500.000 ლარი, ნახევარი მილიონი, თამაშდება 3.5 მილიონი, 1.5 მილიონი როგორც ვიცით გათამაშდა, დარჩენილია 2.5 მილიონიანი პრიზი, ასევე 700.000 ლარიანი მოგება არის ამ ლოტარიაში ჩადებული, თუმცა 100.000 ლარი გაგვითამაშდა დაახლოებით ოქტომბერში გადასაბრმა ქალბატონმა მოიგო, რომელმაც ამ მოგებული თანხით ბინა გაარემონტა და დარჩენილია კიდევ 5.000 ლარიანი 30 ერთეული პრიზი და სხვადასხვა მოგებები. სად არის შესაძლებელი ამ ლოტარიის ბილეთების შეძენა და ეს გაყიდვების ქსელი და წერტილები როგორ არის აწყობილი? გაყიდვების ჩვენ ამ მომენტისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვაჩნია დაახლოებით 3000-მდე გაყიდვების წერტილი. ჩვენი საკუთარი ეგრეთ წოდებული სერვის ცენტრები მდებარეობს თითქმის ყველა დიდ სავაჭრო მოლში. ასევე გვაქვს წარმოდგენილი ქალაქში ლოტარიის ჩიხურები. და მომენტალური ლოტარიის შეძენა შესაძლებელია ყველა საცალო მარკეტში სახლთან ახლოს. გასაგებია. ანუ ფაქტობრივად მიხვიდე გადახდის იმასთან და იქვე სალარის. ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ ლოტარიის გათამაშებები და ლოტარიის ბილეთები გავხადოთ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და ეს პროცესი სულ უფრო დინამიურად ვითარდება და ვცდილობთ რომ ის ქსელი სადაც არ ვარ წარმოდგენილი ავითვისოთ მაქსიმალურად. დინამიკიდან გამომდინარე, რასაც თქვენ და ეროვნული ლოტარიის გუნდი აკვირდებით. წამყვანი წილი ლოტარიიდან რაზე მოდის მაინც? ეს არის საუბარი რეალიზაციაზე თუ შესაბამისად მაინც უფრო მოგებების გაცემის კუთხით? რა თქმა უნდა რეალიზაციაზე, თუმცა მოგებების გაცემის კუთხითაც საკმაოდ დიდი წილი არსებობს. როგორც წელს მარტო გაცემული გვაქვს მოგების სახით 4 მილიონ ლარზე მეტი, 25 წელს გაცემულია დაახლოებით 24 მილიონ ლარამდე მოგება ლოტარიის მოთამაშეებზე, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენი კომპანია ოპერირებს ბაზარზე, ჩვენ ვფლობთ 10 წლიან ლიცენზიას, ექსკლუზიურ ლიცენზიას ბაზარზე ლოტარიის პროდუქტების რეალიზებისა და წარმოების მიმართულებით. ამ პერიოდში 2018 წლიდან დღემდე გაცემულია წარმოუდგენლად დიდი თანხა 416 მილიონზე მეტი ლარი. მთლიან პროცესის განმავლობაში. ნინო, არის თუ არა სიახლეები კიდევ დაგეგმილი და რა ტიპის აქტივობებს გეგმავს ეროვნული ლოტარია? იგივე იქნება ეს ახალი პროდუქტები თუ სხვადასხვა ტიპის ხაზები ისე შემოიდგება? სულ მალე მინდა გავახარო ჩვენი მომხმარებლები და მაყურებლები და მოუწოდო ახალ მომხმარებლებს რომ ჩაერთონ ლოტარიის გათამაშებებში, რადგან ეს არის ჯანსაღი აზარტი და არ იწვევს დამოკიდებულებას. სულ მალე ბაზარზე გამოვა ახალი მომენტალური ლოტარია უკვე ლიმონი, სადაც მაქსიმალური მოგება იქნება 1 მილიონი ლარი და
იღბლიან ადამიანს, რომელიც გადაფხიკავს აღნიშნულ ლოტარიას, შეუძლია მომენტალურად გახდეს მილიონერი. ანუ და პრინციპი იგივეა, რაც ნახევარ ლიმონზე დაამკვიდრეთ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ღირებულება იქნება ამ ლოტარიის 10 ლარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მოგება არის ორმაგი მოგებაც იქნება. წარმატებები. მადლობა დიდი მოწვევისთვის. ნინო პოდჟებსკაია, საქართველოს ეროვნული ლოტარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. მადლობა მინდა მას გადაუხადო მობრძანებისთვის და საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანიის წარმომადგენელს სტუმრობისთვის.